შენ რა მართლა ფიქრობ რომ ეს გასიებული ძღნერის ბოჭკა კუნგ-ფუ პანდა მაგარი ტიპია? იმიტომ რომ ჩხუბი ისწავლა და ყველას ეხმარება? არა! ეს პანდა არის ჩადლახი მატყუარა მანიპულატორი ზარმაცი პროჭის გუნდა ხო და კუნგ-ფუ პანდის კაპიტალისტი დედაც მოუტყან კუნგ-ფუ პანდას ისტორია არის ყველაზე დიდი ტყუილი ტიპი მთელი ცხოვრება ტრაკზე იჯდა 40 წლის ვაჟიშვილი იყო და მამიკოს კისერზე ცხოვრობდა იმის მაგივრად რომ სამუშაო ეპოვა და კარიერაზე ეფიქრა სათამაშოებით ერთობოდა ანუ ტიპი იმდენად განძღნერებული იყო სიზარმაცით რომ ერთადერთი მშობლის კისერზე იჯდა მთელი ცხოვრება და კიდევ პრეტენზიები ჰქონდა არა მამიკო შენს რესტორანში არ მინდა მუშაობა მე უფრო დიდი რამისთვის ვარ შექმნილი დიდი მე ვიცი ყლე ხოდა შენ ხარ დიდი გასიებული ყლე შეჯადლაღო პანდა მამა კიდევ ბატი ყავდა ბაც რა უნდა ეკნა დათვისთვის ხოდა ითმენდა ამ თავზე გადაჯმულ ნეშოპალას ტიპი ორამეს აკეთებდა ცხოვრებაში ჭამდა და ჯვამდა და მიუხედავად ამ ყველაფრისა ვიღაც ყლის თავა კუ ის აერჩია დრაგონ ვორიორად და თქვენ კიდევ გჯერათ რომ ეს ყველაფერი სიმართლეა ანუ უსაკმური ბანჯგვლიანი ზარმაცი სუნიანი პანდა რომელსაც ცხოვრებაში ერთი დღე არ უმუშავია უსებ თავზე ყველაზე დიდი ჯეკპოტი დაეცა არა ეგეთი რამე რეალურ ცხოვრებაში არ ხდება ეს ჩადლახი კუ რომელსაც უკვე იერქვა სინამდვილეში პუმპულან ნაშებზე გიждდებოდა მას დიდი იმედი ჰქონდა რომ ამ პანდას ღამით ძილში ჩუმად მიარჭობდა მერე რა რომ ბიჭი იყო დღეს ბიჭი თუ ბიჭს უშურება და ეს ნორმად ითვლება ბლად კუმ რომ პანდა გააწყნას რა პრობლემა ხოდა ამ უკვე ისე უნდა ამ პუმპულას ზარმაცის სირის მიტანგვა რომ გადაწყვიტა დრაგონ ვორიორად ექცია ანუ დაპირდა რომ კარიერას აუწყობდა თუ ერთხელ პირში ჩუპაჩუპს ჩაიდებდა გონი ეს ჩადლახი კუ სინამდვილეში ჰარვი ვაინშტეინი იყო წარმოიდგინეთ ამ გარყნულ ჩადლაღ ბებერ კუ ვაინშტეინს რისი გაკეთება უნდა და ამ უტვინო თავყლე პანდასთვის მაგრამ პროსტატის კიბომ შეაწუხა და გარდაიცვალა ეს ბებერი გარყვნილი ყლისთავა კუ კუნგ-ფუ პანდამ ძულს და მეზიზღება იმიტომ რომ ის არის სისუსტის სიზარმაცის და მოტივაციაში ჩამჯმელი მაზაფაკერი ცხოვრება სხვანაირად არის მოწყობილი იმისთვის რომ იყო ბედნიერი უნდა იშრომო რომ ეს ბედნიერება დაიმსახურო ხო ყველაფერს ამ ცხოვრებაში შრომა და დამსახურება სჭირდება თუ რა თქმა უნდა მამა შენი რესტორნის მფლობელი ბატი არ არის რომელიც ატკატებს აკეთებს იმიტომ რომ ყველაფერს შენ უჭამუფასოდ თუ არ იშრომებ თუ ტრაქს არ გაანძრევ და არ იბრძოლებ მაშინ შენი ოცნებები არასოდეს არ ახდება ნუ დაელოდები ნურავის განსაკუთრებით კი ყლისთავა კუს ის კუ უკვე ციხეში ზის და მალე მოკვდება და სანტა კლაუს გათანგავს ჩინურ სამოთხეში იმიტომ რომ მაგ ახვარ კუს ბუფულა ევასება მეთქი გაიგე ბიჭო კიდევ ერთი მიზეზი რატომ მეზიზღება კუნგ-ფუ პანდა ეს არის ტაილუნგი რომელიც მთელი ცხოვრება პატიოსნად შრომობდა წვალობდა და ვიღაცა ბატიშვილმა კუს მოტყნულმა პანდამ დაამარცხა რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება ჩემო ძვირფასო მეგობარო შენ თუ შრომობ სწავლობ და შენს ოცნებებს მიყვები ბოლომდე ვერანაირი უსაქმური კუს მიტანგული პანდა ვერ გადაგეღობება წინ იმიტომ რომ ამ საწოდავ ძღნერის ბოჭკას უბრალოდ მიწასთან გაასწორებ ეგეთი ტიპი შენს გვერდით დადგომასაც ვერ გაბედავს იმიტომ რომ მისთვის შენ ოლიმპოს ღმერთივით იქნები კუნგ-ფუ პანდა ყველა ჩვენგანს ასწავლის სისუსტეს მე კიდევ მეზიზღება სისუსტე კუნგ-ფუ პანდა არის სისუსტე სიზარმაცე და ტყუილი რომელიც ჩვენ უნდა გავასწოროთ მიწასთან კუნგ-ფუ პანდას დედაც მოუთხარ ყლისთავა კუს დედაც მოუთხარ და ვიცოდოს მე რამე ცუდი გაგიკეთო ცხოვრებაში იმის დედაც მოუთხარ აღარა მაგბლად იშრომე იბრძოლ და გაატრაგე ცხოვრებაში ისე როგორც გინდა ეხლა კიდევ წავედი ორი შაურმა უნდა შევჭამო რომელიც ჩემი ნამუშევარი ფულით უნდა ვიყიდო აბა იუთუბერი ყლე ხო არა ვარ საშაურმეებმა რომ ფულები მიხადონ და მაგათი ძღნერი ვჭამო ორი დღე ტრაწით ვიარო და კიდევ 10-დან 10 დაუწერო მაგრამ მე უკვე სხვა ისტორია მომავალში მოვისლი და მივაჯობ ზოგ არაკეთილ სინდისერ ქართველ იუთუბერსაც ეს კაზინოების ჩმორები და საშაურმეების იაფასიანი პუტანკები გამიგია ზოგი მსუბუქი ყოფაქცევის გოგო იკერება აიფონითო მაგრამ ზოგი იუთუბერი იმდენად დაბალი დონის ყვერია ვირის შაურმაზეც იძლევაო